ჩამოვიდა ჩემთან ბატონი როლანდი. არც ვიცი ვერც გავერკვია რა ხდება ფაქტია რომ რაღაც დაძაბულიაო და შეიძლება პატრიარქი და ხელისუფლებას პრეზიდენტის შორის მოხდეს დაპირისპირებაო. აი ტაძრის წინ ესე ვიდექით და პირჯვარი გადაიწერა თვალცრემლიანმა და მითხრა რომ აქ იმიტომ ჩამოვედიო თქვენთან რომ ესე გადაეცით მის უწმინდესობასო რომ ღმერთმა უქნასო რომ საქმე გართულდესო და დაპირისპირება მოხდესო პატრიარქსა და ხელისუფლებას შორისო. მე და ჩემი ორივე შვილიო პატრიარქის ხარისხს გავართო. ამას აი რა დამავიწყებს? ჩავედი და მოვახსენე მის უწმინდესობას. ბაჟიშვილი უფროსი, ბაჩო, რომელიც ახლა პატიმრობაშია, ახალი დანიშნული იყო შინაგან საქმეთა მინისტრად. და როცა დაარეკეს უნდა პატრიარქთან კურთხევა აიღო და აღნიშნა რომ გაიგეს უწმესი საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, იქ ესე იგი უწმესმა თქვა რომ აქ მოვიდეს. დარბაზი სავსე იყო, რაღაც შეხვედრა ჰქონდა უწმინდესთან საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში და როცა შემოვიდა, იმდენად უყვარდა პატრიარქის ძალიან ისეთი ამ ოჯახის მიმართ იყო რაღაცა გამორჩეული, გრძნობდა მათ გულწრფელ სიახლოვეს და ესეთი ფეხზე წამოდგა, მივესალმოთ შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიასო და ტაში დაუკრა და მთელი დარბაზი ესე იგი აყვა უწმინდესს. უკვე 2-3 თვეში ეს ადამიანი ხდება ციხეში. ადამიანი რომელიც თავისით ჩამოვიდა მესამე მეოთხე რამდენიმე დღეში თვითონ გადმოლახა საზღვარი, ანუ თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში, ფაქტობრივად ესეც ხო დასაფასებელია და მიმაჩნია რომ ეს ოჯახი რაღაცა ქვეყანა უყვარდათ და ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად. ეს ოჯახი უფრო მეტი მსხვერპლი აღმოჩნდა ინფორმაციულადაც, შიდა ინტრიგების და შიდა მტრობის დაპირისპირებისა, ვიდრე რეალურად. აქედან გამომდინარე ყოველთვის მიმაჩნდა რომ მეტი თანადგომა ჭირდებოდა ამ ოჯახს.